მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ახალი პარადიგმა განახლებულ სტუდიაში ბრუნდება, დღეს პირველი გადაცემა გვაქვს ამ სტუდიაში და იმედი მაქვს იქნება საინტერესო, ვაპირებთ მით უფრო რომ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ სტუმრებთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში კი ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე, ვისთან ერთადაც გვექნება 1 საათი მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ედიშერ. დიდი მადლობა ჩვენი ფაქტიურად ახალი სეზონის გახსნისთვის. ერთი თვე არის დაახლოებით არ ყოფილვართ ეთერში და ისე დაემთხვა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამე მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პრინციპში აი წლის მთავარი მოვლენები რაც უნდა იყოს, ალბათ ამ პერიოდში დაიწყო ამ ყველაფერმა სტარტი. საინტერესო პროცესებია ქვეყნის გარეთაც, როგორც აღვნიშნეთ და უმთავრესად უпроსორეთ პირველ რიგში აი ამ საკითხებზე მინდა დავიწყო საუბარი და მერე აქ ჩვენს გიჟებზეც მინდა რომ 1-2 სიტყვა ვთქვათ და მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოვიხილოთ. დავიწყოთ უკრაინის თემით, მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაჭიანურდა. მოლოდინები, რომელსაც თავად ქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომ ეს იქნებოდა უფრო რაღაც სწრაფი, მარტივი, ეფექტური პროცესი არ გამართლდა. და საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუ კი დროულად თუ მათ დაინახეს, რომ ვეღარ ხდება შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის და ამის რესურსი ამოიწურება, ამერიკა საერთოდ დატოვებს მოლაპარაკებების მაგიდას. ეს რო ავხსნათ, აი ეს რას ნიშნავს? ამერიკა გადის მოლაპარაკებებიდან, რა შედეგი შეიძლება, რომ მე არ მინდა და ჩვენ არ გვინდა რა თქმა უნდა და იმედიც მაქვს რომ აქამდე საქმე არ მივა რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს, მაგრამ აი თეორიულად რო წარმოვიდგინოთ მართლაც ასე რომ მოხდეს და შეერთებულმა შტატებმა მოიხსნას პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რა ელოდება ან უკრაინას, ან რა ბედიელი საერთოდ ამ კონფლიქტს და როგორ შეიძლება რომ განვითარდეს შემდეგ უკვე სიტუაცია. მოგესალმებით ბატონო თენგო, მივესალმები მაყურებელს, მოგილოცავთ ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად აღსდგა. მოგილოცავთ ამ ახალ განახლებულ სტუდიაში თქვენ განახლებული ფორმატით მუშაობის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს როგორც ესეულ ადამიანებს და ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ძალიან მძიმე სიტუაცია არის შექმნილი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ეს გამოჩნდა 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული იმ კონფლიქტის გამო, რომელსაც ქვია კონფლიქტის სინამდვილეში კონფლიქტი დაარქვეს. სინამდვილეში მას კი ქვია თითოეულმა ჩვენთანგან კარგად ვიცით ომი არის და ეს არის მსოფლიოს გადანაწილებისათვის ომი და აქვე უნდა გაიხსენოს მაყურებელმა, ვინც საქმეშია ჩახედული, რომ ეს უპირველეს ყოვლისა გამოწვეული არის უკრაინის ტერიტორიის გამო, ვინაიდან გავიხსენოთ ამერიკული იდეოლოგიის მამის ზბიგნევ ბჟეჟინსკის წიგნით დიდი საჭადრაკო დაფა, სადაც პირდაპირ წერია და უწერია ამ კაცს, რომ ვინც ფლობს უკრაინას, ის ფლობს ევრაზიას. ელემენტარული ჭეშმარიტება ახლა ბჟეჟინსკი ჰაერზე არაფერს არ დაწერდა და ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელ დღეს, მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო და ჩვენს ძვირფას მაყურებელს უთხრა, რომ აქ არავითარ შუაში არ არის პუტინის სიძულვილი, აქ არავითარ შუაში არ არის ტრამპის სიკარგე და სიავე და ასე შემდეგ ვიღაცა შოლცები და ასე როგორც ჩვენთან ვიღაცების სიძულვილი, ეს არის ამას ითხოვს გეოპოლიტიკა. გეოპოლიტიკა მეცნიერება, რომელიც ჩვენთან ჯერჯერობით სათანადო დონეზე კი არა, რომ იტყვიან საწყის დონეზეც არ არის, მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებში, ვისაც წესით და კანონით უნდა იცოდეს უმაღლეს დონეზე, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ჩვენ ვხედავთ ცალკეულ ექსპერტებს, რომლებიც გამოვიდნენ და დღესაც ლაპარაკობს უკრაინა mums მოიგებს, ვიცი, ჩვენ ხო გვყავს პალტრანიუსი არის ასეთი ერთ-ერთი ისა რა ქვია სტუდია, სადაც ზიან და რაებს ლაპარაკობენ 3400 ტანკი ყავდა რუსებსო და 3800 უკრაინელებმა გაუნადგურეს. ასეთი ექსპერტები ვყავთ ჩვენ. ნუ ერთი სიტყვით რაც ხდება. მე თქვენს კითხვას უპასუხებდი, რომ ეს ომი აუცილებლად დასასრულს მეუახლოვდა. დამთა დასრულდება ეს ომი, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების ხელში არის ფაქტობრივად უკრაინის სული.
ერთ მომენტს გეტყვით ბატონო თენგო თქვენ ამ საქმეში ჩახედული კაცი ბრძანდებით ძალიან მაგრად. შეუწყვიტოს სადაზვერვო ინფორმაციები, რის გამოკეთებლები არიან მითხარ. დაზვერვას. თანამედროვე ომში მით უმეტეს შეუძლებელია ამის გარშემო სამხედრო მოქმედებები. და ეხლა ამის შეწყვეტა და ის ქართულ ზღაპრებში რო გვინახავს იქეთო დევის სულიო სადღაცო იმაში არისო ჭიქაშიო თუ რაღაცა იმაში თაშიო რომელიღაცა ჭიქაშია ჩატებულიო და იმას ჭიქას ვინც გატეხავსო ისო დევს მოკლ ანალოგიური სიტუაცია უკრაინა არაარაობას წარმოადგენს თუ მას სადაზვერვო ინფორმაციები არ ექნა ეგრეთ წოდებული თარხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით შეწყვეტს ამას და დასრულებულია ეს ამბავი ეგ არის რა როგორი სიტუაცია იცით ქარიშხლის ჩადგომის წინ ცოტა კიდე რომ ქარიშხლის მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. ანუ ამითი რომ რუბიო რასაც აცხადებს ტრამპმა პირადად თქვა თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ნუ მისი ადმინისტრაცია ამბობს რომ გავალთ მოლაპარაკებებიდან, ამით ფაქტიურად უკრაინას აშანტაჟებს, ხო? ეგრე გამოდის, ხა რუსეთისთვის მაინდა-მაინც დიდი პრობლემა არ უნდა იყოს ამერიკის გასვლა პროცესში. მივაქციოთ, კაცო, ყურადღებას, ახლა ასეთი ისა უზარმაზარი სახელმწიფოების პირველი პირების შემთხვევით არაფერს არ ლაპარაკობენ. ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, რა თქვა ტრამპს დაუსვეს შეკრება. კი, მაგრამ რუსეთი რას თმობსო, კაცო? რას თმობსო რუსეთი თმობსო მთელს უკრაინასო, ესე იგი მთელი უკრაინის აღება შეეძლო და სანაცვლოდ უნდაო აგერო 6 რეგიონია, ხო? თუ 4 რეგიონია, რომელიც ხო ესეთი სიტუაცია. ფაქტობრივად მოხდა გადანაწილება და ამერიკელებმა დღეს თუ ხვალ მოაწერენ ხვალ ალბათ ხელს იმ წიაღისეულის შესახებ, რომელზეც გამოყენებული ჰქონდა თავიანთი პრეტენზია და ტრამპის ადმინისტრაციაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. და კაპიტალიზმის ეკონომიკური კანონებია და კაპიტალიზმი ვინაც იცის და ელემენტარულ დონეზე მან კარგად იცის რომ კაპიტალისტი არაფერს არ შეარჩენს. ჩვენ გვახსოვს ჩვენთან ატეხილი ვახანალია რომ უკრაინას ეხმარებიან, არავინ ყველა არაფერს არ ეხმარება. აქ არის ფაქტობრივად ეს ომი დამთავრდა ნაძირალა ზელენსკის მეშვეობით უკრაინის სრულიად განადგურებით. და ფაქტობრივად როგორც ასეთი რუსეთმა რაც წინადადებები წარადგინა და ვიცით რა წინადადებები წარადგინა ახლა ხო მაშინ რა ქვია ბრაზილიაში იყო ჩასული ლავროვი. იქა პირდაპირ გამოაქვეყნა ის წინადადებები და თქვა რომლის მიხედვითაც ის რუსეთი თანახმა იქნება ამ ომის შეწყვეტას. ახლა ვიღაცები ლაპარაკობენ ანავეტანი ბევრი რაიმე თქვა და ამის დაშვება როგორ შეიძლება. პოლიტიკაში არის ასეთი რაიმე. უნდა თქვა მინიმუმი მაქსიმუმი რომ მიიღო მინიმუმი. ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ჩემოთენგო ხდება ის პროცესი რომელიც ხდება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ამას ახლა ამისი დაშვება როგორ შეიძლება აი ესეთი პოზიციები რო არის ხოლმე თავიდანვე ესე იყო ხო რომ აი რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში იმიტომ რომ ამისი დაშვება არ შეიძლება. აი ეს რა არგუმენტი არის არასოდეს არ მესმის ჩვენ ხო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე სადაც საკითხს ხვეს და შედეგს იძლევა კონკრეტული გარემოებები ეს არის ძალა ეს არის ფული ეს არის გავლენა 1000 სხვა რაღაცა. თავისთავად ეს არგუმენტი რომ შემოყავთ ადამიანებს, ექსპერტებს, მით უმეტეს რაღაც პოლიტიკურ მსჯელობაში, რომ ეს იმიტომ არ მოხდება, რომ ამისი დაშვება არ შეიძლება. მას არ უნდა. ხო, აი ეს რანაირად შეიძლებოდა თავიდანვე ყოფილიყო რაიმე რაციონალური პოზიციის გამსაზღვრელი. არა და ამაზე აიგო ხო მთლიანად აი ეს მთელი სტრატეგია და მთელი ომი. ჩვენ მე და თქვენ განსაკუთრებით რამდენი 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე ვსაუბრობთ და ეხლა მოვიდა მომენტი, როდესაც ყველა ხედავთ რომ რაზეც საუბრობთ. საქმე რაში მდგომარეობს ჩემო კარგო მეგობრებო. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ავიხსენოთ ახლა თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ და არ გემახსოვრებათ 93 წელია ჩვენი ისა რა ქვია ფორმირებები როდესაც შევიდნენ აფხაზეთში მაშინ იყო ასეთი რაღაცა შალიკაშვილი იყო მაშინ ნატოს ჯარების თავარსარდალი. შალიკაშვილი არისო ნატოს ჯარების თავარსარდალი ვინ რას გაგვიბედავსო. ამას ლაპარაკობდნენ მაღალ დონეებზე კაცო მახსოვს ეს სერიოზულად მომდენარებდა. დამთავრდა რითი დამთავრდა ყველა ჩვენთანგან ძალიან კარგად ვახსოვს. ამდენად ეს მეცნიერება ომი არის მე მგონი მეთანხმებით რა. ხო, ომი არის მეცნიერება, ომის წარმოება არის მეცნიერება, ომის წარმოება არის ხელოვნება. პოლიტიკა ხელოვნება და პოლიტიკაში ყველა ჯურის ძაღლი და მომძაღლი არ შეიძლება იყოს. ეს რომ არ იყოს, კაცო, რა ქვია, ომი ხელოვნება, მაშინ მე მგონი და მეთანხმებით, ჩემო ბატონო თენგო რომ არ იარსებებდა სამხედრო აკადემიები, ხო? ხო და ჩვენთან უდგებიან ამას თითქოს და მე ეს მინდა ეს უნდა ეს ასე არ ხდება და ეს დაგვანახა თვალნათლივ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა როდესაც უკრაინის გარკვეული ნაწილი მიუდგა
ამ პროცესს ისე როგორც ჩვენთან უდგებოდნენ და ძალიან კარგად გვახსოვს როგორი სიტუაცია იქნა ტეხილი იმ პერიოდში ჩემო ძვირფასო მეგობრებო როდესაც აქაც ვაქხანალია გინდა თუ არა ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მეომრები უკრაინაში საბრძოლველად გვახსოვს ხო ჩვენ უნდა მივაწოდოთ იარაღი როცა საქართველოზე გადის შავი ხვრელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რით იყო ეს გამოწვეული ეს იყო ორად-ორი რაიმით გამოწვეული გულუბრყვილების მიერ პოლიტიკური მწიფრობით უცოდინარობით და მეორე ადგილობრივი ჩაბუდებული მეხუთე კოლონის მიერ დავალებების მიცემის შესრულებით მათ ეს მგონია მე მთავარი განმაპირობებელი თორე ვიღაცამ რომ შეიძლება მართლა არ არის გაცნობიერებული არცაა საჭირო რომ იყოს აქ უბრალოდ გულდასაწყვეტი არის ეს ხალხი რომელიც მე წამოისვრის ხოლმე ამ სიტყვებს და რამდენი ბოროტება აქვს ამის გამო გაკეთებული და რამდენი არ ვიცი აი ყოფით ცხოვრებაში რამდენმა ადამიანმა ახლობელი დაკარგა, მეგობარი დაკარგა, ოჯახები გადაეკიდნენ ერთმანეს ამ უკრაინის, სლავა უკრაინის გამო, ხო, ამ პერიოდში და აი ახლა დღეს როცა ეს ყველაფერი ესე ხუხულასავით ინგრევა ის ილუზიები, არავინ არ აიღებს მაგაზე პასუხისმგებლობას, არავინ არ გაიხსენებს რამხელა ბოროტებები ჩაიდინეს ამ უაზრო ილუზიების გამო, რისიც ჯეროდა ეს არის გულდასაწყვეტი და ის ხალხი ვინც ახლა შეცდომაში შევიდა, მათი კიდე შეიძლება გესმოდეს რომ ნუ არიცის და როცა არიცის საერთოდ არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ ნუ კარგი, არიცი. აი ვინც იცის ეს ყველაფერი, თქვენი თქმის არ იყოს ის. ნაძირალებია ისინი. რო იცის რისკენ მიყავდა თურმე სინამდვილეში ეს ქვეყანა, მე არ ვიცი იმათ როგორ უნდა გქონდეთ ან მორალურ უფლებაზე, ნუ მორალი მათ არ აქვს, მაგრამ საზოგადოება მათივე ამომრჩეველი რატო არ სთხოვს მათ, რომ აი შენ რო ესე გვეუბნებოდი და სულ არ მომწონს კაცო ოცნება, სულ არ შენი მომხრე ვარ, მაგრამ აი ესე რომ მეუბნებოდი, შენი რომ ჯეროდა, დღეს ხედავ რომ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. კიდე რანაირად შეიძლება ამ ხალხმა გააგრძელოს აქ ამ პოლიტიკური ან ექსპერტული ან რა ვიცი რაღაც კარიერები რაც აქვს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ წესიერი კაცი ბრძანდები და ბაბუა ჩემის ხსნათ მითქას ცხონებული ამას ეთქვა და ბაბუაო ეს რო გაგიწყდება აქო. მე ყველაფერი გაიოლებულია და ამათ ფულისათვის ეს ყველაფერი გაიოლებულია. ნახეთ ერთ მაგალითს დავასახელებ მხოლოდ და მხოლოდ ნახეთ ახლა რომ რასაკეთებს ის კაცი რომელიც ერთ დროს რაღაცას მეც მეგონა სხვათა შორის ისეთი კაცი შვილი იყო გუბას სანიკიძე ხო ხედა არა შეიძლება ესენი კოლექტიური გუბას სანიკიძეები კაცმა რომელმაც მამის მკვლელი წამიკითხავს მე მამის მკვლელი მაგრამ შვილის მკვლელი ფულისათვის არ წამიკითხავს კაცო და ამას შვილი მოკლა ფაქტობრივად სად მიიყვანა ვის მეუყვანა ფულისათვის შვილი კაცო ფული ჩადებული აქვს გირაოში ანუ ჩადებული აქვს იმაში რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პირში უთხრა პარლამენტის სტომაზე თუმცა მოიწმინდა ასე მიფურთხებული და გავიდა გარეთ ხო გახსოვთ რომ შენო $100,000-ზე გაყიდეო კაცობას ინდის ნამუსი არ ჩაუგდია და წავიდა ასეთებია ისინი რა ყველა იმიტომ რომ ეს ადამიანები ყიდიან ერს ქვეყანას ყიდიან და ეს მათი ჩვეულებრივი პროფესია იმიტომ რომ დააპროგრამეს ჩემო თენგო დააპროგრამეს უთხრეს რომ თქვენ ამას ასე ერთ მაგალითს მოვიყვან ახლა საინტერესო პროცესი არის რა იცით ნახეთ როგორ უნდათ ამ ტექნიკის მეშვეობით რომელიც ახლა თქვენ წინ გიდგათ აგერ კომპიუტერი და სხვადასხვა სოციალური ქსელები ადამიანების გამოტვინების ნახეთ რას ბებიამ ვიღაცა ბებიამ თვითფრინავს იმას ესროლა რა ქვია დრონს კონსერვის კილა მე ჩამოვარდა დრონი ჩამოვარდა კონსერვის ბებიამ ისა რა ქვია აი როგორ ზღაპრებშიც არა ასეთი რაღაცა მიიწვია რუსი ჯარისკაცები პერაშკები გაუკეთა იქა ბლინები ჩემო ბატონო მოწამლა და დახოცა ისინი ბატალიონი დახოცა მე ყველაზე მეტი ბოშებმა რო ტანკი მოიპარეს კიდე მიაწვნენო და ტანკი მოპარეს ბოშებმა და არის რაღაც სიგიჟეებს რო გასმენინებდნენ და ამ ხალხს ხო ჯეროდა ეგ აი ეს არის ადამიანთა გამოტვინების პროცესი ნაპოლეონის შემთხვევით კი არ ლაპარაკობდა გენიოსი იყო 100 ჯარისკაცს მირჩევნია ერთი გაზეთი მაშინ ინტერნეტი და ასეთ საშუალებები არ იყო ხო და რატო ვლაპარაკობ კაცო ეხლა ამის მეშვეობით გამოტვინება ხდება ადამიანების ატვინებენ და ერთი მაგალითი კიდე მინდა გითხრა შემოაგდეს ასეთი ინფორმაცია რომ 3 წლის ბავშვზე ვიღაც ჯარისკაცებმა სექსუალურად იძალადეს ეს ხო ბუნებაში წარმოუდგენელია ეს ხო ასეთ ამაზე ატყდა გვახსოვს ჩვენ რა ამბები და რა იყო და როგორ იყო იმას კი ვერ ფიქრობ აღარ ფიქრობს იმ დროისათვის ადამიანი იმდენად არის მის ფსიქოლოგიურად აშლილი და
იმდენად არის მისი როგორ გითხრათ ემოციების ზღვარს გადასული რომ და შეიძლება მოხდეს მახსოვს უნდა ვიომოთო კაცო მეუბნებოდა ხო აბა რა უნდა ვქნათო და რა ემართა აი გერ იმაზე წერეთელზე ვცხოვრობ ჩემო ბატონო და მოხდა ასეთი ნუ ახალგაზრდობა განსაკუთრებით აღდგინებული იყო უნდა ვიომოთ მესმის მე ახალგაზრდული სისხლი მეც მასე ვყოფილი ვარ ახალგაზრდა და განსაკუთრებით იმ პერიოდისათვის როდესაც ხდებოდა ეს ამბები აქვს ასეთი რაღაცები მაგრამ დაემთხვა რა ჩემოთენგო იცი იმ პერიოდისათვის კეთდებოდა ისა წერეთელზე რემონტი და 3 დღე გაითიშა წყალი ატყდა ერთი ამბავი ჩემო ბატონო წყალი რატომ არა და მაჩუ უთხარი ბიჭო აგერა 2 დღენახევარი არაა წყალი და ერთი და ომის დროს რა იქნება თქვა და ვერაფერი რა უნდა გიპასუხოს მაგრამ ამაზე თამაშობენ ეს ნაძირალები ესენი რომლებიც კუბომეტრობით ფულებს აკეთებენ და უზარმაზარი რაოდენ ომი არის ძალიან დიდი შემოსავლის საშუალება საყოველთაოდ ცნობილი და მე მინდა გითხრათ რომ ეს მოლაპარაკებები მე ვფიქრობ არც ერთ შემთხვევისათვის არ ჩაიშლება ვინაიდან ეს ამ მოლაპარაკებების ჩაშლა უკვე ნიშნავს იმას რომ ევროპას ძალიან უმძიმესი სიტუაცია ექნება ისედაც უმძიმეს სიტუაციაშია ევროპა და ნახეთ როგორი შეშინებულები არიან ნახეთ შეშინებული თუ არა ძაღლი თუ არის უყებდაო ჯერ ერთი ტრამპი თურმე პუტინმა დანიშნა იქ ხო არჩევნებში მეორე ჩემო ბატონო რაც ოპერაცია წამოიწყო ევროპამ და უკრაინამ ერთად ყველა რუსებმა გაანადგა აი ეს სიმართლე შეესაბამება იქამდე მივიდნენ რომ ნახეთ გუშინ წინ რა მოხდა ესპანეთში პორტუგალიაში და საფრანგეთის ნაწილში გაითიშა შუქი პუტინმა გააკეთა მოწეს პუტინი აკეთებს ყველაფერზე დამიწაზე. ესე იგი ეს ყოფილა რა თვითონ თავად წარმოადგენენ მონსტრად, კაცო, თავად თვითონ წარმოადგენენ. გადამედიშე რა არის ის ძალიან არათანმიმდევრულები არიან, ანუ კაი, ჯერა რაღაცების ჯერა ეგ ცალკე თემაა, მაგრამ თუნდაც აი იმ ლოგიკაში, რასაც ავითარებ, ხომ უნდა იყოს თანმიმდევრული. აი სხვა მაგალითსაც მოვიყვან, უბრალოდ ეხლა ამ შემთხვევაში ეს მაგალითი არის საინტერესო, რომ იგივე ადამიანი გეუბნება ჯერ რომ პუტინი არის იმდენად გავლენიანი რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაგან მოიყვანა თქვენი თქმის არ იყოს აი აგერი გდენი რომ გაითიშა პორტუგალიაში პუტინმა გატი ყველაფერზე აქვს თურმე ამ კაც გავლენა და იგივე ადამიანი მეორე წუთში გიმტკიცებს რომ აი ცოტაც და რუსეთი უკვე დაიშლება ისეთ დღეში არის მისული რომ რა მინდა ვთქვა რომ ეხა ან ერთის უნდა გჯეროდეს რომ ეს ადამიანი მართლა რაღაც ლევამოსილია და ყველაფერს აკეთებს ან იმისი უნდა გჯეროდეს რომ იმდენად დასუსტებულია რომ აი დღე-დღეზე შეიძლება ეს იმპერია დაეშალოს როგორ შეიძლება რომ ერთ ტვინში ეს ორი აზრი თანაცხოვრობდეს და ერთ ადამიანს კონდეს აი ეს ორი აზრი ეს ხენი ხო ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები არის აი უბრალოდ კიდევ 2 წუთს წაგართმევთ მაგ ამბავში რომ რატო გამახსენდა ეს 2 დღის წინ იყო რუსთავის ეთერში თუ გუშინ იყო ნუ ამ დღეებში ის ანი წითლიძე რო არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამომავალი ვარსკვლავი ნაცების პიროვნულად არც არაფერს ვერ ჩიკაცობ არა პიროვნულად ლაპარაკობს ახალგაზრდა ადამიანია და ღმერთმა გაუმარჯოს უბრალოდ აი მე რო იყოფილიყავი ეხა ტელეწამყვანის ადგილას მე გამიჩნდებოდა მაგალითად ეს შეკითხვა გადაცემის პირველ ნახევარში საუბრობდა რომ ქართული ოცნება არის ისეთი ხელისუფლება რომელმაც მთლიანად უკვე აქცია ზურგი დასავლეთს აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ წავიდეთ რუსეთში არაფერი დასავლური ამათ აღარ მოწონთ რომ დასავლეთი არის ბოდიში აი ამ გამოთქმაზე ხა ინტერნეტ ფორმატი კი გვაძლევს ცოტა ისეთ თავისუფალ ლექსიკის საშუალებას და ფეხებზე ყავს მოკლედ დაგიდებული დასავლეთი ქართულ ოცნებას ყველაფერში და ეს არის მე უკვე იმ სანქციების მიზეზი და ამ შემდეგ და იგივე ადამიანი ზუსტად 5 წუთში ლაპარაკობს რომ ჩვენო ეხაო ქართული ოცნება გვეკაჩებაო რომ არჩევნებზე გავიდეთო რომ დასავლეთის თვალშიო ლეგიტიმაცია მიიღოს ანუ ჯერ თუ მარწმუნებ რომ ქართულმა ოცნებამ ესე იგი ბოლომდე დასავლეთ ზურგი აქცია გვარუსებს ოპოზიციის აქ დახრჩობა უნდა და იგივე ადამიანი 5 წუთში მეუბნება რომ ეხლა გვეჩალიჩება ქართული ოცნება რომ არჩევნებზე გაგვიყვანოს რომ ისევ საარჩევნო ხონდა ჩამოყალიბდე განადგურებს თუ არჩევნებზე მიყავ ხარ როგორ შეიძლება ეს ორი ნარატივი ერთმა ადამიანმა აი ამ 15 წუთის ინტერვალით თქვას და ორივე მართალი იყოს თანმიმდევრულობა არ არის ამ შემთხვევაში დარღვეული აი ხლა ამათ თანმიმდევრულობაზე რა უნდა ვილაპარაკოთ როდესაც თავად ევროკავშირის მამები კომისრები რომლებსაც მე მაგალითად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვლაპარაკობ ბატონ თენგო ევროკომისრებს მე ბოლშევიკი კომისრებისაგან ვერ ვარჩევ უკვე ისეთი სიტუაცია მითხარით ახლა რას აკეთებდა ონიშჩენკო აგერ რა გვახსოვს იმაზე მეც რასაც ახლა გვემუქრება
ევროკომისარი. საუბარი არ გენადი ონიშენკოზე, როსპოტრებნაძორის მეთაური რო იყო, აი ეს ემბარგო რო დააწესა. რას გვიკეთებდა მეც, გველაპარაკებიან ახლა უვიზო შეგვიწყვიტას, ხო? მაშინ იმ პერიოდში ახლა გემუქრება ამით. მერე გეუბნება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ. ხელშეკრულების გადასახედია, იმითაც გვემუქრება. მეც გვემუქრებოდა რაიმე თემით. მაშინ ხო არგუმენტი რომ აი რუსეთი ხედავთ ვიზებს და ეკონომიკას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს და ეს როგორ შეიძლება? ბრიუსელის შემთხვევაში რატო არის შესაძლებელი და დაშვებული? ეხლა შემდეგ მე მაგალითად იმ ბრიუსელის დღევანდელ სახკომია კომისრებია და სახელმწიფო კომისრები არიან დღევანდელ ბრიუსელში მე განსხვავებას სხვას ვერაფერს ვერ ხედავ იქა ან ფონ ლაიენი ჩავიდა აზერბაიჯანში და ლაპარაკობს რომ ვითომ და საქართველოს საერთოდ არ არსებობს და თავად ეს უთხრა იმან რა ქვია უნგრეთის პრემიერმა თითქოს და საქართველოს არ არსებობსო ისე ლაპარაკობთო და თავად ალიევმაც ბრძანა ამის შესახებ. ხლა რუკა არიცის ამ ხალხმა მე ასეთი შტაბ-ეჭდილება მექნება და უფრო მეტიც რაზე ვფიქრობ, იცი, ესენი არიან აბსოლუტურად გაუნათლებელი ხალხი, რომლებიც რაღაცა მიზეზების გამო მოხვედრილი არიან მაღალ თანამდებობებს და რომლებმაც არიციან თავიანთი უფლება მოვალეობანი, თორე როგორ შეიძლება ის მიდგომა, რომელსაც აქ აკეთებენ და მეორე მინდა ბატონო თენგო გითხრათ კიდე რომ რაც არიან თავად ისეთებს ეყრდნობიან აქ. ამით მე მგონი ყველაფერი ახსნილი. აქ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პარტია ყველაზე მეტი ძლიერი პარტია. ხო? როგორც თავად ლაპარაკობენ. აქაურების და იქაურების ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. ნაციონალურ მოძრაობის სათავეში რომ ხაბეიშვილი იქნება და ხაბეიშვილის შემდეგ დასახდელი ნანულა ჟორჟოლიანი იქნება, იქ დამთავრებულია ყველაფერი. აი, ნოდარ დუმბაძეს აქვს თუ არ ვწდები, მე ვხედავ მზეში ასეთი რაღაცა, რომ ერთი გურული ეუბნება მეორე გურულს. დამთავრდა ვიჯო ომიო. და ამოდი თან და გაგანია ომია 42 თუ 43 წელი. კი მაგრამ რა როგორ დამთავრდა ვიჯო და როგორ და აგერო ნახეო გერმანელია მოსული შეხვატაურშიო. ხო და ჭაც და ყველს თხოვდა დამთავრებულია ომი, აბა რა იქ რა არისო. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ახლა ესენი. რატომ არიან? იმიტომ არიან ჩემო ძვირფასო მეგობრებო რომ ეს ხალხი თქვენ წარმოიდგინეთ რომლებიც დღევანდელ დღეს არიან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში რას წარმოადგენენ? მითხარ მე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ და არც ახლა ვარ რა. ყველა მიცოდეს არც ახლა ვარ რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ უბრალოდ გული მწყდება რომ ასეთი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არსებობს საქართველოში. ბიჭო, იძახიან ლეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს. კაი ბატონო, გყავთ, გეთანხმე. თუ ასეთი ლეგიტიმური პრეზიდენტი გაათავისუფლოს მისა შააგაშვილი. კითხვა ხომა ლოგიკური, კაცო, თქვენს ლაპარაკობ რაიმე ლეგიტიმიური ვარო იძახის, ხო, თავადაც იძახის ლეგიტიმური. თუ ლეგიტიმურია, რატომ არ მიიწვიეს რომის პაპის დაკრძალვაზე? კითხვა მა, კაცო. ორგანიზებაზე კი ბატონო. ბევრი რაღაც მე იძახიან ასეთ რაღაც ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ბიჭო, ეს არის აბსოლუტური სისულელი. ისტორიაში პროცესები ისაზღვრება შედეგების მიხედვით. შედეგი დაგვიდგა კატასტროფული. ეხლა შევახსენებდი გაუთვითცნობიერებლებს, როდესაც რომის იმპერიის აღსასრული დადგა და შემოვიდა ბარბაროსები ოდოაკრის მეთაურობით, მოთხოვეს დიდი რაოდენობით ოქრო. რომის დანგრევის სანაცვლოდ არ დავანგრებდა, მოგვეცით ოქრო. მიუტანეს ეს ოქრო. რომ მიუტანეს ოქრო, ჩემო ბატონო, შეხედა იმან ბარბაროსების ლიდერმა ოდოაკრმა და სასწორზე მეორე მხარეს იმას გირებს დაამატა თავისი ხმალი. რა შვები კაცო, შენო უთხრეს და რა შვები და იმას რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. მასე მერე წამოვიდა ეს ტერმინი. რატომ ლაპარაკობ ახლა? გამარჯვებულებს რაც არ უნდა იძახო შენ, მიათამიწყია, იმან დაიწყო. ფაქტი არის ერთი. ამ დაწყებამ მოუტანა ქვეყანას კატასტროფა. ამიტომ ვიღაცა დანაშაულის დადანაშაულებაზე, როდესაც შენ ამაზე ლაპარაკობ, შენ კიდევ ერთ დანაშაულს უმატებ მას და ლაპარაკობ იმის შესახებ, რომ გინდა იმ პოლიტიკოსების გამართლება, რომლებმაც სამხედროებს წაართვეს ბრძოლის წარმოების საშუალება და თავად ახლა უგულავას მოგებული ომის სადგაგიგია, მითხარ თუ კაცღა ერთი გამაგებინი. ანდა უგულავას მაგვარი ხალხი. მე რატო ვლაპარაკობ ამას? იმიტომ ვლაპარაკობ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაკეთოთ ის, რომ
უგულავები ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე ვლაპარაკობ ახლა გამიგებს მაყურებლები როგორ პოლიტიკაში ჩემო ბატონო ამისი მოლოდინიც იყო აი არის ჩვენ რო საუბრობთ ახლა საერთაშორისო მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე გაჭიანურებული არის საქართველოში ხო გარკვეული პროცესები ეს უკვე ძალიან თვალნათლივ ჩანს მათ შორის აი ამ კომისიასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ ჩვენ სხვა შორის აი წინა გადაცემაში მე და მერაბი ვიყავით ორშაბათს იქ ცოტა ისეთი ანალიტიკური ფორმატი დავამატეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ეთერს და ორშაბათობით ესეთი ფორმატით გვექნება ხოლმე, სადაც თავად ამ სტუდიის სამყაროს გვექნება საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. ერთგვარად უკავშირებთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც იმ კონტექსტში, რომ შეიძლება თუ არა თქვენი აზრით, რომ კავკასია მართლაც იყოს ეხლა სავაჭრო საგანი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის თქმის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ გავიდა უკვე ტრამპის პრეზიდენტობიდან 100-ზე მეტი დღე. პრაქტიკულად ყველაფერს შეეხო ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, დედამიწის ყველა წერტილზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, აი კავკასიასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მე მესმის, რომ შეიძლება კავკასია არ იყოს ტრამპისთვის და ამერიკისთვის რაღაც ნომერ პირველი პრიორიტეტი ზოგადად, მაგრამ რაღაცა პრიორიტეტების მეორე, მესამე ათეულში მაინც ხო ვართ. რამდენად დასაჯერებელია, რომ როგორ ახლა არასდროს რატო არ გამოუთქვამს არაფერზე საერთოდ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე აზრი. ეს მე მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ კავკასია დღეს დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც უნდა მოხდეს აი რაღაც საერთო კონტექსტის გადაწყვეტა, იმის მიხედვით უნდა მოხდეს შემდეგ კავკასიაშიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ ესე არის, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს ჩემო ძვირფასო თენგო, ბევრ ვინმეს არაფერს არ აკითხება. მიმდინარეობს პროცესი, ოღონდ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის მე ხშირად მატყდება რისხვა თავზე, რასაც ახლა ვეტყვი. მაგრამ მე ვფიქრობ, არავითარ სარისხოს არ ვლაპარაკობ, ჩვენი მთავარი მიზანი არის სახელმწიფოებრიობისა და ფიზიკური გადარჩენა ხალხის, ქართველი ხალხის. ჩვენი ყველა ჩვენთაგანის მიზანია, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ამ ორი ამოცანის გადაწყვეტა დღევანდელ ტურბულენტურ სოფლიოში. ამიტომ ეხლა ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ იტყვიან, აი კარგი გამოთქმა, არც მწვადი დაიწვას და არც შამფური დაიწვას. ამიტომ უნდა ვითამაშოთ იმის მეშვეობით, ისი მეშვეობითაც ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე გადავრჩით და შეიძლება კიდე რა ისე მიდის პროცესები, რომ თუ ჭკვიანად ვიქნები, ხშირად ვლაპარაკობ ამისა, ჭკვიანად ვიქნებით და მიყვებით ისტორიის სწორი პროცესების განვითარებას, ძალიან დიდ რამეებს შეიძლება ხელი გადმოგვართ. მე მგონი მაყურებელი მიმხვდება ამას, რომ იქ, როდესაც დიდ მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს საუბარი, კიდევ დაუბრუნდები ამ გეოპოლიტიკას. გეოპოლიტიკა არის მთავარი წამყვანი და მინდა ბევრს კიდევაც არ გაუგონია, რას ნიშნავს ჰარტლენდი, რა არის ეს ჰარტლენდი, რას ითვალისწინებს, იმის ძალიანაც რო გინდოდეს მას, იმას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათმობ. დათმობ და აღმოჩნდები იმავე დღეში, რა დღეშიც გორბაჩოვის შემდგომი საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა. ფაქტია, ახლა მე ესეთი შტაბ-ბიძილება მექნება, რომ გორბაჩოვმა და მისმა გუნდმა საერთოდ გაგებაში არ იყვნენ გეოპოლიტიკის და მიიღეს შედეგად ეს ახლა მე რასაც ახლა ვლაპარაკობ, ეს საბჭოთა კავშირის მომხრეაო, იტყვიან ახლა ზოგიერთები, რა შეხედე რას ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირის კი არა, ესაა გეოპოლიტიკის ანაბანა, რომელსაც ერთ მომენტში კი გადაუხვევ, მაშინვე რისხვასავით დაგატყდება თავს და როგორც ისა თოვლის ზვავი მიმავალ ტურისტს ან ჩემო ბატონო მთასვლელს წალეკავს, ისე წალეკავს ამა თუ იმ სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა რა იყო და რა არის? ეხლა საქმე რაში მდგომარეობს? ეს უნდა ვიფიქროთ უპირველეს ყოვლისა, რამ გადაგვარჩინა და რამ მოგიყვანა დღევანდელ დღემდე? მოგიყვანა თამაშმა, ბალანსირების თამაშმა. ეხლა ნიკო ნიკოლაძეზე მეტი არც მე ვარ, არც თქვენ ხარ და არც არავითარი კაცი არ ვერ ხედავ მე დღევანდელ საქართველოში რომ იყოს ვინმე ნეტავი იყოს ნიკო ნიკოლაძეზე. ნიკო ნიკოლაძეს აქ გენიალური სიტყვები ნათქვამი. საქართველო გავს მზეს უმზირასო, საიდანაც მზე ამოანათებს, იქეთ მიაბრუნებს თავსო. მითხარით ახლა ამაზე მეტი უკეთესად შეიძლება ვინმე თქვას. იმ კაცს ტვინი ქონდა თავში და ტვინი ყურებიდან გადმოდიოდა შეიძლება ითქვას. ისეთი კაცის ნათქვამი არის ეს. ხო და მე ამავე დროს გავითვალისწინოთ იმის რაცა მოცემულობა. მოცემულობა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო რა არის? მოცემულობა ის არის რომ ჩვენ აბა ვინმე დამისახელოს ერთი რამ.
და ამ საკითხს აუცილებლად უნდა შევეხო. როგორიც არის მაგალითად მე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე დღევანდელ გადანაწილებაში მესახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ ამ გადანაწილებაში, როდესაც ამდენ ხანს თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ. ძალიან ნიჭიერი კაცი ბრძანდებით. თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ ის, რომ ჯერჯერობით კაცი შვილის სიტყვას ალაპარაკობს სამხრეთ კავკასიას. საერთოდ ადვილი შესაძლებელია ეს. ძალიან ადვილი შესაძლებელია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მე ამავე დროს რომ ეს მოხდეს და ამავე დროს გავითვალისწინოთ ერთი რამ, ისტორიის ძალიან კარგი სწავლა. აი ნახოთ ევროკავშირი რა არის? ევროკავშირი 1 წლის წინათ გვინავდა. ასე თუ ის. იმის წინა წელს კიდე გვინავდა და ომის დაწყების პერიოდში სულ თლად ჭექაქუხილი იყო ევროკავშირს უახსენებდი და იყო ერთი ამბები. მე გავიხსენებ ერთ საინტერესო მონაკვეთს ისტორიიდან. საქართველოს სამხრეთ დასავლეთით იყო ასეთი სამეფო. გეცოდინებათ თქვენ უეჭველია ტრაპიზონის სამეფო. ტრაპიზონის სამეფო იყო ერთი უზარმაზ ძალიან მაგარი სახელმწიფო, რომელიც გაიელვა ისტორიაში. გაიელვა, მაგრამ დღეს იცის ვინმე ტრაპიზონის სახელმწიფო დასრულდა. ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო ჩემო ბატონო დროთა ზბოლას, დროთა ჟამს და გაქრა. მე ამ ხელისუფლები, რომელი ხელისუფლებებიც ახლა ყავთ ევროკავშირს და იმ ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელში, მე უწინასწარმეტყველებ იმ ბედს ევროკავშირს და ჩაიწერება ისტორიაში. იყო 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით ამ თქვათ პირობითად კი არა, ალბათ სადღაც 2017 წლამდე იყო ძლიერი, მაგრამ შემდეგ როგორც ჩვეულებრივი ამბავია, აღმასვლის შემდეგ იწყება დაღმასვლა, თორე ისეთი პოლიტიკოსები, როგორი შეიძლება იყოს, ფონ ლაიენ შეიძლება იყოს ევროკავშირის სათავეში. თუმცა ბატონედი შეიძლება რა ტიპის შეკითხვა მექნება? ფორმატირება ყველაფრის პროცესის. ერთს დავამატებ, არ მინდა რომ გამომრჩეს. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. ეხლა ვინმემ დამისახელეთ. ვინმემ. კარგი, მე არ ვიცი. მაგრამ ვინმემ დამისახელეთ. რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ვის როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აი რუსეთი რო იშლება ეხა ხო აგებს ომს და ვინმემ დამისახელოთ ბატონებო და მე არაფერს არ ვიტყვი საერთოდ სტუდიაში კი არა საერთოდ ისტორიაზე სიტყვას არ დაიშალოს რუსეთი აი წავიდეთ მაგ ლოგიკი და კი ბატონო სულ ზღაპავს აი ეგეთ შემთხვევაშიც კი რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს რომ იქ რადგან რუსეთი დაიშლება თუ მოსკოვში რაღაც მოხდება ამის გამო აფხაზები, ოსები ადგებიან, გამოიქცევიან, ჩაგვეხუტებიან, რომ თქვენ გენაცვალეთ ქართველებო დაიშალა რუსეთი, თუ დაგვავიწყდა გაც 30 წლის წინ, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რამხელა პრობლემა გვაქვს, რამხელა ტკივილს ვატარებთ ორივე მხარე, აქეთაც, იქითაც, ეხა ამ ყველაფრის დახურდავება იქამდე, რომ აი რუსებს უკვე ტანკები აღარ აყავთ და ამიტომ საქართველოს ტერიტორიებს მალე დაიბრუნებს. ამისი რო გჯერა, რანაირად შეიძლება მე პრეტენზია გქონდეს, რომ არ ვიცი ამ პოლიტიკურ პროცესზე გან საერთოდ ამ ქვეყანის მომავალზე გაქვს რაიმე წარმოდგენა, ხო? ეს ხო გამორიცხულია, რომ რაღაცა ფორმით თუ არ დაიწყო დიპლომატიური პროცესი, მით უმეტეს თუ კი ხედავთ ყველანი, რომ იმ რუსეთი კი არ იშლება, პირიქით ძლიერდება და აქეთ შეერთებულ შტატებთან დეებს ისეთი ტიპის ხელშეკრულებებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს ისეთი ტიპის შეთანხმებებს ამ პროცესიდან. დღეს ხო კიდევ უფრო ნათლა ჩანს მასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაა რა. მე მინდა გითხრათ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები. რუსეთი ოკუპანტია, მე ჩემი პოზიცია ესაა. მაგრამ ვინმეს თუ წარმოუდგენია ფაქტი პოზიცია ფაქტობრივად შეიძლება დავარქვათ ასე მაგრამ მეორე ამბავი მინდა კიდე გითხრა აი ვინმე წარმომიდგინოს დამიდოს და დამისაბუთოს რომ მოლაპარაკების გარეშე ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ ვერცერთ შემთხვევისათვის ამიტომ ამას ვლაპარაკობ რომ ჩვენი ორლესული მახვილი არის საჭირო რა აი მაგალითად ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი საქართველოს შემოვიდნენ არაბები მე-7 საუკუნეში ხო და როდესაც შემოვიდა ჰაბიბ იბნ მასლამა ჩამაბატონო დაცვის სიდელი დაიდო მაშინ იქ მოხდა რაღაცა შეთანხმებები და ის სტეფანოზი რომ იყო ერისმთავარი ჩამაბატონო იმ სტეფანოზმა რა გააკეთა მაშინ იმ სტეფანოზმა შეხედა იყო მაშინაც იყო ვიბეომოდა მაგრამ გაწყდებოდა ხალხი და ამიტომ იმ ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელმა გამოიტანა შედეგი ნახე 400 წლის მერე
საქართველო გახდა ისა თბილისი გახდა ქართული და შემოვიდა დავით აღმაშენებელი. თქვენს ვლაპარაკობ კაცო ესე არის ხო? მე არ ვლაპარაკობ ეხლა ზუსტად იმ დროსაც იყო როგორც მახსოვს ხალხი ალბანელები ხო? კი ბატონო, ის გადაწყვიტა წინააღმდეგობა და დღეს სამწუხაროდ ეს აღარ არსებობს. განადგურდნენ სწორედ არაბების ექსპანსიის. ხო და ამიტომ ვლაპარაკობ, ეგ არის პოლიტიკა, არის ის კაცი, ახლა ედი შერგვენდა და თანგომანიძეს არ ვთქვამს, ეს არისტოტელემ თქვა, ეს არის ხელოვნებაო. ხელოვნებას უნდა მიუდგეთ ისე, როგორც ხელოვნებას, რომელსაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. თორე შეხედეთ ჩვენს ირგვლივ რამდენი ხალხები არსებობდა, რამდენი ქვეყნები, ბოლოს და ბოლოს ხეთები და შუმერები ეყოფა. არ არსებობენ. ფინიკიელები, პირველი ანბანის შემქმნელები არსებობენ ბატონებო, არ არსებობენ. ამიტომ ჩვენ საკუთარ თავში უნდა გამოვიმუშაოთ და უნდა ვაკეთოთ რეალობის შესაბამისი და რომ ეს შეგვძლებია თენგო ხო დავამტკიცეთ 2022 წლიდან 24 თებერვლიდან დღევანდელ დღე რა წისქვილის ქვა არ მოატრიალეს ჩვენს თავზე ჩვენმა დაუძინებელმა უცხოელმა მეგობრებმა რომ ჩავეთრიეთ იმ ომში მაგრამ გავედით გავათრიეთ როგორც ჩანს ვისავლეთ ჭკუა და მართლა ეს გენეტიკური მეხსიერება გაგვეხმარა ეხლა ძალიან კარგად მესმის მე იმისი თუ რატომ საქართველო გადარჩა რომ ხედავ როგორი სიტუაცია იყო აგერ 2000 აღჯერ გაგონეს ერთხელ ნანახი ჯობსო ნახეთ ბატონებო და ჩანს რომ ამ ერთს ეს მოქნილობა აქვს ამ ეს ელასტიურობა აქვს და ეხლა ნანუკიები და გვარამიები და მელიები და ასეთ რაღაცები სულ მუდამ იარსებებს მაგრამ ქართველ ერთს ეს ვერავითარ შემთხვევასაც ამ ხალხს მინდა გკითხოთ და ნელ-ნელა შევეხოთ მათ შორის ჩვენს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც თავარი არხი დაიხურა საბოლოოდ გუშინ წინ ეს არ ქონდა მონელებული ჯერ გვარამიას და გუშინ ჩატარდა ჩხრეკები ნანუკა ჟორჟოლიანის პირად სახლში მის შვილთანაც ასევე რამდენადაც ვიცით რომელიც ასევე აქტივისტია და ჩართული არის პოლიტიკურ პროცესებში სხვა აქტივისტების სახლშიც მიმდინარეობდა ჩხრეკები ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ტიპის შეფასებები რომ ეს არის 37 წლების ანალოგი ესე ამბობენ ხოლმე და პარალელები სტალინურ რეპრესიებთან მე მესმის რომ ხა შეიძლება ეს იყოს მათი მხრიდან ერთგვარად რაღაც ემოციურად ნათქვა, მაგრამ ისეთი პოსტები შემხვდა Facebook-ზე, მე აზიარებდნენ, მართლა რეალურ პარალელებს ავლებდნენ და საზოგადოების განსაკუთრებით ალბათ ახალგაზრდების, სკოლის ასაკის და ცოტა უფრო უფროსი ადამიანებისთვის იქმნებოდა ისეთი ტიპის აღქმები, რომ თითქოს მართლა მარტო ეს ხდებოდა 37 წლებში, რაც დღეს ხდება ქართული ოცნების პირობებში და სხვა არაფერი. რამდენად სწორი არის აი ასეთი ტიპის მაგალითები თქვენი აზრით ზოგადად სტალინურ რეპრესიებთან პარალელების გავლება და რამდენად არის ეხლა რა ვიცი გვარამია ჩვენი დროის მიხეილ ჯავახიშვილი პაოლო იაშვილი და ასე შემდეგ აი სწორია თუ არა ასეთი შეხედულებების დატოვება ახალგაზრდებისთვის რა განსხვავებები და რა მსგავსებები არის ამ პროცესებს შორის მსგავსებაში იმასაც ასახელებდნენ თქვათ რომ ეხლა გასაგებია რომ დახვრეტები დღეს აღარ არისო მაგრამ რომ მიუშვა მაგასაც სიამოვნებით იზავდნენ რომ რაც მთავარია მაშინაცო ებრძოდნენ იმ ადამიანებს რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სტალინურ სისტემას ამის გამო დევნიდნენ ხალხს და დღეს ჩვენ გვდევნიან იმის გამო რომ არ მოგწონსო ქართული ოცნების რუსული რეჟიმი ჩემო თენგო ამას აკეთებს უწიგნურობა მეტი არაფერი უწიგნურობის შედეგია ეს ეხლა რო გამოდგება ზოგიერთი და ლაპარაკობს იმის შესახება რომ ილია ჭავჭავაძე სიხმარს ყოველ სიტყვაზე ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძეს ვითომ დიდი ილია მცოდნია ილია ჭავჭავაძე რას ლაპარაკობდა ილია ჭავჭავაძე ლაპარაკობდა როდესაც ისტორიულ პროცესში მიმდინარე პროცესებს განიხილავ უნდა ჩაიცვა იმ დროის ქურქი უნდა ჩაჯდე იმ დროში და იმ დროის ქურქი უნდა მოიხურო მე მგონი ამით ახლა გამგებით მე რაც თქვი ყველაფერს გაიგებს 30-იან წლებში იყო პროცესი ვინ ვის რა იყო ეს ვინ ვის პროცესი იყო ტროცკისტები თუ მეორე მხარე ესე შედარებით ზომიერი ბოლშევიკი თუმცა ზომიერი ბოლშევიკი ვინ ვის იყო არ მოკლავდა ერთი მოკლავდა მეორე ტროცკის რაები აქვს ნათქვა რა აქვს ნათქვამი ვისაც ბრალდებები ქონდა მეორე მხარის მიმართ წაღენებული ტროცკის აქვს ასეთი უკრავი სიტყვები შეიძლება ითქვას ნათქვამი სისაძაგლის მოდი დავხოცოთ ყველა ვინც არისო 15 წლის ზემოდო და დანარჩენს რა გავუკეთოთ დანარჩენი აღზარდოთ კომუნისტური სულისკვეთებით ეს იყო ფაქტობრივად ეს იყო გამოსავალი ეს იყო ტროცკი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ტროცკის რომ დაგაუფლება აი როგორ გითხრა ვაის გავეყარე ვუის შევეყარე ანალოგიური სიტუაცია იყო აქ
ხო და იმ 30-იან წლებზე, როდესაც ლაპარაკობენ და 37 წელზე, როდესაც ლაპარაკობენ, ახლა თქვენ გონიათ რაიმე ოდნავი წაკითხული აქვს, რაიმე რა ხდებოდა იმ 37-ში, ან რა მინდა იცი გითხრა, ქალის ტვირთი თუ რომელიმე მათგანს წაკითხული ექნება, როგორ გითხრათ რა? საციხოდ დავდებ მაგალითად თავს. თუ გამოვა რომელიმე მათგანი, რომელიც რაღაცეებზე ლაპარაკობს. ეს არის მიზან მიმართული ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და როდესაც ლაპარაკობენ, ამას ლაპარაკობენ სხვათა შორის დღევანდელი ტროცკისტები. ვინ არიან ეს დღევანდელი ტროცკისტები? ეს დღევანდელი ტროცკისტები არიან ზუსტად ისინი, ვინც ახლა ის 100 კაცი რო დაადის და მე რომელმაც მიიტანა კუბო, ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო და დაწვა. ეს 100 კაცი არის, ეს ამ იდეოლოგიას აცელებენ ჩემოთენგო ისინი, ვინაც აღდგომის ღამეს ქუჩაში დადიოდა. და მithom სანთლებს ანთებდა. მე მინახავს დოკუმენტები, რომელშიც ზუსტად მეც არაფერს არ აკეთებდნენ მებრძოლი უღმერთოები, რომლებიც ქუჩაში დარბოდნენ და ამას ასეთ საზოგადოებია რა ხა. მე ვარ აი მაგალითად ნეიტრალური ადამიანი და მიტინგზე გასული ადამიანებს ამოცანა ხო არის რომ მე ვთქვათ როგორც ნეიტრალური მიმხრონდა მათ მხარეს რო გავიხედავდა დავინახავ აი თქვენ თქმის არ იყოს რომ ეხა წინასაშობაო დღეებში ხდებოდა თან ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს სვავდა აღდგომა დღეს საერთოდ ეხა რაში მაინტერესებს რუსთაველზე რა ხდება ხო ვიფიქრებ რომ არა ხარ შენ ნორმალური და პირიქით გამიჩნდება პროტესტი შენს მიმართ და საერთოდ არ დავდგები შენს გვერდზე აი ამას ვერ საზღვრავენ თვითონ დავიჯერო მე ჩემი აღჩემებული ახსნა მაგ და ის არა ქვია მაყურებელი ვინც გვისმენს ალბათ იტყვის ის თავად განსაზღვრავს ამდენად მართალი ვარ თუ არ ვარ მართალი თქვენ გონი არ იციან თქვენ უნდა იციან მიხაილ როთი რო გამოდიოდა ხო აი მიხაილ როთს რო ჩამომიყვანე ახლა მაგრამ იმ ფონდებთან აკავშირი ის ფონდი ვინაც მაგათ ფულს აძლევს ის ელაპარაკება ეს უნდა გამოიყვანო ხო და აი ახლა არ გამოიყვანს ფულს არ მიცემს თორე თქვენ გონიათ ახლა ამათმა ეს იციან ახლა ასესულელები არ მგონიას რომ მთლიანად არ არიან მაგრამ იმდენად დიდად ვალდებულები არიან მათ წინაშე რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ მე ძალიან კარგად მახსოვს 2019 წლის აღდგომის საღამო იყო ხო და ძალიან გამძაფრებული იყო მაშინ სიტუაცია ბუღაძე რატი ამაღლობელი და სხვები ის არა ქვია ახლა აქტივისტები ვიღაცა დებდარიანები და ისინი რო ყავთ გამოვიდნენ რუსთავი ორი იყო მაშინ მაგათ ხელში იყო გამოვიდნენ და გააკეთეს რაღაცა ტელეგადაცახილს ეძახდნენ ჩემო ბატონო რომელსაც არ კადრულობდნენ არც ერთ შემთხვევისათვის არ კადრულობდნენ ის ტროცკისტი ბოლშევიკები არ კადრულობდნენ კომკავშირლები ტროცკისტი კომკავშირლები საზიზღრობები ლაპარაკეს მე სადღაც 1.5 საათი გაგრძელდა და მე ვიღაცამ მიხვდა იქ რომ აბსოლუტურ სისულელეს აკეთებდნენ და გააკეთეს ისა. ახლა ხო ხედავთ, აგერ გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ეს იყო მაყვალა გონაშვილი და რაები განაცხადა კაცო იმ ხალმა. ისო რა ქვია საქართველოს ისტორიაო, ასე შემდეგ. მე მოწმე ვარ, ბევრი რაღაცები ქართული ყოველგვარის გაუქმება უნდათ მაგათ. ქართულის ყოველგვარი გაუქმება საშინელებები ხდებოდა, საშინელებები. ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ მიმართული იყო. რატო? იმიტომ რომ ისე ფულს ვერ მიიღებდნენ როცა შემთხვევისას. იმ ჭიაბერაშვილმა ქართლის დედას რომ მიაყენა შეურაცხყოფა, რატომ მიაყენა? ფული აიღო ამაში მან. ახლა ჯერ არა ის ისეთი სულ უტვინო კაცი რომ ქართველი კაცის სიმბოლოსათვის ასე დაერტყა და არ ცოდნოდა რა რეაქციას მიიღებს მშვენივრად იცოდა მაგრამ ოხერი რამა ისა რა ქვია და იმათაც რაში უნდა ეს ვერ ამიხსნია პირიქით ეხა მე რო ვიყო თუნდაც ვიყო მეტროპოლია და კოლონიად მინდოდეს რომელიღაცა ქვეყანა ეხა მათთვისაც წელში გამართული ძლიერი არ ვიცი ესეთი საქართველოს უფრო სასურველი არ უნდა იყოს ვიდრე დაჩანაკებული იდენტობა დაკარგული საკუთარი თავი რო არ ახსოვს ისეთი ხალხი რაჯანდაბათ უნდა თანგო თენგო ბატონო მომისმინე ახლა მეორე ამბავი მინდა რაჯანდაბათ უნდა ისეთი ხალხი სადაც ერთკეციანთა ქორწინებებია ხო მითხარ რა უნდა მაგრამ საქმე რაში არის იცი იქ არის ძალიან ახლა მოდი ვთქვათ რა კლანია ის უზარმაზარი კლანი, რომელსაც Deep State უწოდებენ, რომელსაც აბსოლუტურად აქვს ყველა და ყველაფერი, მოპირშებული აქვს დედამიწაზე აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი და აი მე ჩვენებურად ახლა ბჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას, кайფობენ უბრალოდ, თუ ჩვენ ამას შევაგდებთ, ამ თემას ექსპერიმენტებს აკეთებენ და მოდი ახლა ხო ხედავ, კაცო, ამერიკის მეორე პირი გამოდის, კაცი არ უწოდა და ხალი არ უნდა უწოდა აღფრთოვანება იყო ევროპაში, ხო ხედავთ? დღევანდელ დღესაც რა ხდება, ხო ხედავთ?
ესეთ სიტუაციებია. და ამაზე ისინი ექსპერიმენტებს და დაკვირვებებს ხედავთ, რად გადავაქციეთ, ვინ არიან, როგორ ახლა გაიხსენე გებელსი რას ლაპარაკობდა მომეციო პროპაგანდის საშუალებები და ადამიანებს ღორების კოლტად ვაქცეო. არ ყოფილა ის კაცი მართალი გარკვეული წელად, გარკვეული აზრი? არ ყოფილა. აი ბატონო, რაღაცა მიზანი მაინც ჰქონდათ კაცებს, რომ რაღაც ეს თავისი იურიდები ამათაც ეს მიზანი ჰქონდათ, რომ მიზანი არ იყო ერთ ადამიანები გადაექციათ რაღაც ამორფულ მასად გადაექციათ და შემდეგ ახლა ებატონათ თქვენ გონია არ მართლდება ის პრინციპი, რომ უნდა შემცირებულიყო მაცხოვრებელთა რაოდენობა და ამავე დროს ახლა ერთსქესიანი მრავლდება კაცო აქეთკენ გქონდათ ესე იგი ტანჯვა წამების მეშვეობით უნდათ ამის გაკეთება და ამასთან მინდა დავაკავშირო ახლა ის ურჯუგული ფორმები კაცო რომელიც აგერ დღევანდელ დღეს იმ ორმა ფოტოგრაფმა და ერთის მეუღლემ მოგვითხრა და ხედავდით ვიცოდით ჩვენ ეს ყველაფერი მაგრამ დღეს გედენიძემ რაც კიდე დაამატა ეს ხო და კიდე უფრო მეტად დამძიმდა მოყვა დეტალურად მოყვა ამ ამბების შესახებ ეს უკვე იმას მეტყველებდა თუ რა ხდებოდა რა საშინელებები ხდებოდა და მე მინდა გითხრათ რომ მე თუ არ ესე არ ხდებოდა არაფერი იმაში რა ქვია ფაშისტურ გერმანიაში რასაც ესენი აკეთებდნენ ოღონდ ერთი განსხვავებით ისინი უმეტესად გერმანელების მიმართ არ აკეთებდნენ ამ სხვა ერების მიმართ აკეთებდნენ და ესენი საკუთარი ერის წარმომადგენლების მიმართ აკეთებდნენ ამას და ამას ის უცხოელი ჩვენი მეგობრები დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ გახსოვთ რომელიმე მათგანისაგან რაიმე სიტყვის თქმაც კი გახსოვს რომელიმე მათგანისა და იანი წითლიძე რო ახსენე რუსთავი ორის ეთერში იყო მეთქი პირიქით მაგით იწონებდა თავს რომ ჩვენ იმ 9 წლის დროს ყავდა ისეთი ხელისუფლება რომელიც იყო თითით საჩვენებელი დასავლეთში რომელზეც ერთი აუგი არავის უთქვამს რომელიც პირიქით რომელსაც მიყავდა ქვეყანა ზუსტად იმ გზით რა გზითაც თურმე ჩვენი პარტნიორები იყვნენ აღფრთოვანებულები და კმაყოფილები ამას ისინი ღიად ამბობენ და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ამით საკუთარი თავის პირველ რიგში და იმ დასავლური ღირებულებების თუ დასავლური სივრცის დისკრედიტაციას თვითონვე ახდენენ. შენ რომ მეუბნები რომ თურმე დასავლეთისთვის და ევროპისთვის მოსაწონი იყო ის, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და მაშინ მივდიოდით ევროპულ გზაზე. რანაირად გავიქნები მე დღეს შენი მხარდამჭერი როცა მახსოვს რეალურად მაშინ რაც ხდებოდა, ხო? და თქვენ მართალი ბრძანდებით მე ისიც მახსოვს 2011 წლის 26 მაისი ქონდა პატივი შემიძლია ვთქვა რომ ყოფილიყავ იმ პროცესის მონაწილე მაშინ რა თქმა უნდა დარბეულების მხარეს და ძალიან კარგად მახსოვს მეორე დღეს სისხლით მორწყულ რუსთაველზე რა კომენტარები კეთდებოდა დასავლელი ელჩების მხრიდან რომ ნუ გმობდნენ კიდე ახეთ ჩვენ ძალადობას თურმე მომიტინგეებს უფრო მეტიც ვინ მიცა მიშა სააკაშვილი მას აიმინ დარბევას არ გააკეთებდა რომ არ ქონოდა მწვანე ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება ჯონ ბასი არ იყო ხო გახსოვთ ჯონ ბასი იყო ჯონ და როდესაც გააკეთა განცხადება გააკეთა 12-ის ნახევარზე და სადღაც 15 წუთში დაიწყო შტურმი გახსოვთ რომელიმე მათგანს თავად ამერიკის საელჩოდან დაიმე განცხადება გაიკეთებინოთ ეს ფაქტობრივად ეს არის ტიპიური ნეოკოლონიალიზმი თან ამ ჩვენ ლიბერალებსაც მინდა შევახსენოთ დარბევებზე რომ ეგ არის დარბევა როდესაც 4 ადამიანი მოკვდა და შემოდეს შემდეგ სახურავებზე და გაავრცელეს ინფორმაცია რომ თურმე ადამიანი თვითონ ახტა სახურავზე და დენმა დაარტყა. აი ამ და 4 ადამიანი დაიღუპა დარბევებზე. ესეც საშინელებები ხდებოდა დარბევებზე. მაშინ იქ არ იყო დანდობა ქალი კაცი ბავშვი. მე ქონია დღეს ისაუბრა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა იმის შესახებ რომ თურმე სანამ მოკლავდნენ იმ კაცს მანამდე მქონდაო მე სურათი გადაღებული თურმე მეც არ ვიცოდიო რომ როგორ მიათრევდნენ ცოცხალ მკვდარ კაცს როგორ მიათრევდნენ და ეს სურათი ქონდა ამას გადაღებული რა მაგას შეეწირა სწორედ ამ სურათს და სწორედ ამის გამო გააკეთეს ის რაც გააკეთა ტიპიური ფაშიზმი იყო კაცო ტიპიური და ამას უკეთებდნენ როგორ გითხრათ იცით აი მარილის დეივს არა ქვია დედაბერს რომ დედაბერი რო დაიწყებს ერთი 100 წელს მიწეული დედაბერი ფერულ მარილის წასმას ასე უკეთებდა ჩვენი დასავლელი მეგობრები სააკაშვილი და რა არის მაშინ პერიოდს მივდივართ აგერ ვნახოთ კაცო რა ხდებოდა 2024 წლიდან გუშინდელ დღეს ბატონო თენგო იყო ძალიან დიდი დღე გუშინდელ დღეს 9 აპრილი იყო. გახსოვთ შარშან 29 აპრილს სამხელა უზარმაზარი მიტინგი გაიმართა და ამ სადაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი. მე ვიტყოდი ახლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს იყო მისი საპროგრამო სიტყვა.
მე მაგალითად გაოცდი და ძალიან გამიკვირდა მან ისეთი სიტყვებით მიმართა საზოგადოებას და ისეთი პროგრამა დასახა. ნახეთ, მაშინვე მეორე დღესვე ნახეთ იმის რომ იტყვიან Deep State-ის აქაურმა ნაცვალმა ჰერჩინსკის მეთაურობით რა დაიწყო. გარდა სლოვაკეთისა და უნგრეთის ელჩებისა და ვლაპარაკობ ახლა იმაზე რა ქვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელჩები აღაში არ ჩარეულან რა ვაკხანალია იყო მთელი დასავლეთის მხრიდან ხო პირდაპირ ჩარევა იყო არჩევნებში პირდაპირ მოუწოდებდნენ დამხობისაგან და ნახეთ რა გააკეთეს ჯარ შეუწყვიტეს ვითომ ის დახმარება ხო გახსოვთ ჯარსო კი 20 მილიონიანი და შემდეგ დავრბა 100 მილიონით დააკომპენსირა ხო და აი ასეთი რაღაცეები იყო ეხლა ეს რომ დავწონოთ და მე პირდაპირ მოწოდებები იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაგან ეს ხალხი აკეთებდა ხალხო ამას რატომ იმიტომ რომ ეს იყო განსაზღვრული წინასწარ განსაზღვრული გეგმა წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა და ნახეთ როგორი სიტუაცია იყო არჩევნების იმასთან რა ქვია ტექნიკურ მოწყობილებებთან დაკავშირებით დარწმუნებული იყვნენ აქაური ოპოზიცია მეხუთე კოლონა დარწმუნებული იყო და რას ლაპარაკობდნენ რომ გაიმარჯვებდნენ და გაამარჯვებინებდა მათ რაც არ უნდა მოხდარიყო მათი მეგობარი დასავლეთი ამითო არცეთ ვარიანტშიო არ იქნებაო გოლები ჩაწერეს რომ იდით და ენდეთ ამ სისტემას ეს ამერიკის საუკეთესო სისტემაა და მე მთავარ მტკიცებულებად არჩევნების გაყალბების მშრალებში ქონდათ ეგ რომ არ ვარგოდა აპარატები ახლა ამაშიც არ არიან თანმიმდევრული და ნახე მე რამდენად დიდად მზაკრულები იყვნენ ეხლა ეს აუცილებლად რომ იტყვიან ჩემო თენგო დაიწერება ეს და დასტა იქნება ბრალდებები ერთ მომენტს გეტყვით ეხლა როგორ იკლავდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ძალიან თავს სასამართლოს ხელში ჩაგდებაზე ხო რისთვის უნდათ იმის ვეტინგის სისტემა აგერ უკრაინაში რა მოხდა მაპატიით იმაში რუმინეთში რა გააკეთეს აი ნახეთ ქართული ფილმი რომ არის ისა კაცო რაც გინახავს ვეღარ ხალი გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნისო ის კაცი ველაპარაკება ხო მაგარი მოსამართლეა და მოსამართლემ გაუქმა არჩევნები ზუსტად ანალოგიური ხო ხედავთ მაინც ყავდათ ერთი ჩაბუდებული ის სადაც რომელ რეგიონში იყო თეთრი წყაროში იყო ხო თეთრი წყაროში იყო ხო ხედავდით ის ჩაბუდებული ყავდათ იქა ჩაბუდებული მაშინვე როგორც კი გააკეთა იმან რა ქვია ვიღაცა ნაძირალამ განცხადება მაშინვე დაუდასტურა მათ და ეს ეკნებოდათ მას 99%-ის გააკეთებდნენ ამას ეს იყო კონტროლირებადი სისტემა რომლის მეშვეობითაც უნდათ აქ მაგ საქართველოს ხელისუფლების შესვლა უამრავი მაგალითების შეტანმოტანა შეიძლება მე მინდა გითხრათ რომ დრო მოვა როდესაც შეიძლება ეს ადამიანები ვერავითარ შემთხვევისათვის მორალური პასუხისმგებლობისაგან თავს ვერ დაიხსნიან ჰერჩინსკის მეთაურობით მე ამას ვლაპარაკობ მაგრამ აუცილებლად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება რაოდენ მზაკრულად მოქმედებდნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობრები იმისათვის რომ საქართველოში სიტუაცია აერიათ აეყირავებინათ და მიგვეღო ის უბედურება რომელიც უბედურებაც მათ რა თქმა უნდა მათ ლომის წვლილი მიუწვით იმ უბედურებაში რომელიც მათ უკრაინას დაატეხეს თავს დიდი გულის ტკივილია ჩვენთვის და ალბათ ესეც უნდა აღინიშნოს აი ჩვენი ტიპის ქვეყნებში სადაც გასაგებია რომ აქ შეიძლება დიპლომატი რომ მოდის ეს არ იყოს საქართველოში ელჩობა ვინმეს კარიერის მწვერვალი და ეხა ფრანგი იქნება ეს თუ გერმანელი თუ ბრიტანელი დიპლომატი როდესაც სწავლობს იქ დიპლომატიურ სკოლაში აი საქართველოში ვიყო ელჩიო ალბათ მაგაზე იქ არავინ არ ოცნებობს ამიტომ ჩვენი ტიპის ქვეყნები ხშირად ხდება ხოლმე ისეთი კორუფციული ინტერესების დაგმაყოფილების ადგილი უფრო მეტად ვიდრე რაღაც დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი და სამწუხაროა რომ უბრალოდ მართლაც ასეთი ტიპის კონტინგენტი შეიყარა ღრმა პატივისცემის მიუხედავად ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ და იმ ხალხის მიმართ რა თქმა უნდა ვისაც ისინი წარმოადგენენ მათ მართლაც უკიდურესად ნეგატიური როლი შეასრულეს ქართულ რეალობაში ისინი დაფიქსირდნენ როგორც აი უხეშად ჩამრევი ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეგეც კითხეს სხვათა შორის რუსთავის გადაცემაში კი გადავეკიდე ამ წიფლიძეს რა მინდა, მაგრამ მაინც აი ეგეც კითხეს სხვათა შორის იქ გადაცემაში რომ აი თქვენ რომ ამბობთ რომ ჩარევა არ არისო წარმოიდგინეთ რომ ეხა ნაციონალური მოძრაობის დროს რომ რომელიმე სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი აქ ჩამოსულიყო და გამოსულიყო რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე აი რა რეაქცია ექნებოდაო ნაციონალურ მოძრაობას და გაუგნდი ისეთი რამე უპასუხა 2008 წელსო ევროპელი ლიდერები არ იყვნენო კაცო რუსთაველზე რო ჩამოიყვანეთო მაგან გადაარჩინა ესე იგი აი
ომის ვითარებაში რაღაცა კონკრეტული მოქმედება სახელმწიფოების და ჯერ ერთ იმათაც როგორც ჩანს 100%-იანი გარანტია ჰქონდათ, რომ აქ არაფერი არ ხდებოდა და თბილისში არ იგეგმებოდა შემოსვლა, თორე ვინ იყო აქ ფეხის ჩამომდგმელი, მაგრამ ეგ და შეადარო იმას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესში ვიღაც უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას, ერთ ციფრზე აყენებს ეს ადამიანი და როგორც რაღაც ერთ მოცემულობას ისე სთავაზობს. საკუთარ ამომრჩეველს და ჩემი აზრით ეს არის მისი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რომ ესეთი სულელი რო გგონია შენი ამომრჩეველი, რომ ამას შეჭამს და შემდეგ კიდე ხმას მოგცემს, მაგრამ ნუ რა ვიცი, მათ საქმეს თუ ისა რა ქვია, არის ასეთი გამონათქვამი. ყველა ხალხი იმსახურებს იმას, მთავრობას, რომელიც მას ყავს. ის ამომრჩეველი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და სახელმწიფო წითლიძეს და მისნაირებს, გვარამიესნაირებს ხმას აძლევს, იმსახურებს იმას, ვინც არიან ესენი. იმიტომ რომ ჯერ ერთი როგორ უნდა მისცე ხმა ფიზიონომიაზე რო შეხედო, დამანებით კაცო თავის სინამდვილე უნდა ვთქვა რა. ესე იგი, ქართული არაფერი არ აცხიათ. საერთოდ ქართული ეზიზღებად ასეთ ხალხს ხმას როგორ აძლევს, გაიგაცო. აი ამ არჩევნებზე როგორ ფიქრობთ? მიიღებენ მონაწილეობას? გახარია თქვა რომ მივიღებ მონაწილეობას? გახარია მიიღებს მონაწილეობას. მივიღებ არ თქვია, მაგრამ ფიქრობთ ფაქტიურად დაადასტურებს. ყველაზე მეტი ჭკვიანი ლელოები დადიან შეხვედრებიან. ყველაზე მეტი ჭკვიანი ამათ შორის რო ხედავ ახლა იმ ოპოზიციაში გამოჩნდა გახარია. რატომ იცი? 61 ხმა გაგვიჭ. ეხლა შენ თუ ნაძირალა არ ახარ, შენ თუ ქვეყნის აყირევება არ გინდა. შენ ხომ ძალიან კარგად იცი რაც მოხდა და როგორადაც მოხდა, ხო? ამ შემთხვევისათვის 61 ხმას როგორ ვერ გამოიყენებ? მითხარი პარლამენტში 150 კაციან პარლამენტში 61 ხმა. არიციან ბატონო ელიში, ეს არის ამის პასუხი. აი თქვენ წეღან თქვით რომ მათო ბევრმა არ იცისო საკუთარი უფლებები, მოვალეობებიო, ამ ეს შაბეჭდილება შეբავა და მართალი ბრძანდებით. ამათ გონიათ რომ პოლიტიკაში ყოფნას აზრი მაშინ აქ, როდესაც 100%-იანი ძალაუფლება მარტო შენს ხელში. ოპოზიცია რო ხარ, თითქმის 40% მანდატების გააქვს, ეს რამხელა ბერკეტია მცოდნე ადამიანის ხელში, რომ ვინც იცის მე ეს მანდატი როგორ უნდა გამოიყენოს. ვინც აი რეგლამენტში რო არის გაწერილი ოპოზიციას რა უფლებები აქვს, კომისიებში როგორ მონაწილეობენ, რა თანამდებობები ეკუთვნით, მათი მანდატიც გაკეთება. ეს ყველაფერი როცა ხარ პოლიტიკოსი და მithumet პარლამენტარობა გინდა, უნდა იცოდე და სწორად უნდა გამოიყენო, თორე ხელისუფლება კი არ დადგება და შენს გასაკეთებელ საქმესაც, ოპოზიციის საქმესაც ხელისუფლება ხო არ გააკეთებს. შედი და გამოიყენე პროცესში, თუ მართლა გინდა ამისი გაკეთება, ხო? ამას არ ესენი რომ არ არიან ეს უბედურება რა არის თანგობი. არაკომპეტენტურები არიან, არაკომპეტენტურები არიან, მე უცოდინარები არიან, მე უციგნურები არიან და ამას ზემო დამატებული არის ყველაზე მეტი მთავარი რა. სხვაზეა დამოკიდებული რა. იქედან რასაც ეტყვიან და ხო ხედავთ ახლა კუილიუსია თუ კუბილიუსია თუ ინცხა ჯანდაბა და ჯარხანა იმას რო კაცი დაუჯერებ და იმაზე რო დამოკიდებული იქნები და მე ახლა რა უნდა თქვა კაცო აი ეს ვაშაძეები და ვიღაცეები რო არიან ტუალეტებთან ხვდებოდნენ იმას რა ქვია ევროდეპუტატებს თუ ვიღაცეებს ხო და ეხვეწებოდნენ საქართველოს ნუ მიცემთო მე იმაზე ავლაბა ნუ მისცემთო კანდიდატის სტატუსს აი ამ ადამიანებზე რა შეიძლება ითქვა და ამ ადამიანებს ვინც ხმას აძლევს კიდე იმაზე რა შეიძლება ითქვა? კანდიდატის სტატუსის ახლა რა ვიცი, რაში გამოგვადგა არ ვიცი, მაგრამ თვითონ ხო ხატავდნენ ეგრე, რომ აი ეს არის ხალხო, თურმე ჩვენი ხსნა, რომ კანდიდატის სტატუსი გვექნება და მე ანუ თვითონ უნდა შექმნა რაღაც მოლოდინი და შემდეგ შექმნან კრიზისი რო ვერ. დავალება აქვთ ასეთი და ამ დავალებაში იღებენ ესენი ფულს და ამათთვის თანგობადო, ახლა დაგვაწმუნა ამ წლებმა, რომ საკუთარ დედებს გაყიდიან, ყიდველი თუ გამოუჩნდათ. ფულისათვის ვერ ხედავ რა ებსაკეთებენ კაცო. ვინა ეს არა ქვია, მაგრამ იმათაც რა უთხარი მე, ვინ არიან ისინი? ნანუკასო ფულს ჩაურიცხავ კაცი. აბა ტვინი გაქვს თავში. ახლა მითხარი, ტვინის მაგივრად ისა რა ქვია, ადრე იმერეთში და გურიაში ხრიკებს დააკეთებდნენ ღვინის ამოსახვეებს წარეკვახი. აი ტკბილი კვახი არ იყო, წარეკვახსაც წარეკვახი ადგას თავზე, მეტი არაფერი. ძალიან სწორი შედარება არის სხვა შორის და რა ვიცი, ნახოთ ალბათ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მეც მაინც მაქვს იმისი მოლოდინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ნაცები გულში მჯიხს ირწყავდნენ, რომ არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ გავლენ იხეირებს, რა ვიცი. მაგაზე მეტი კარგი არაფერი არ იქნება რა. ველოებმა უკვე გადათქვეს, ჯერ არ გადაუთქვამთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციები ალბათ ყველას ექნება, რომ დაადიან შეხვედრებს მართავენ, ეხლა რატო უნდა მართავდეს აბა პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო შეხვედრებს თუ არ აპირებს რა თქმა უნდა არჩევნებში წინასაარჩევნოს არ ეძახიან თვითონ არ არქმევენ მაგრამ ეხლა პარტიული ცხოვრების გამოცდილება ყველას გვაქვს და ყველა ხვდებით რომ როცა იწყება რეგიონებში შეხვედრები სხვადასხვა იქ ადგილზე მოსინჯომით უმეტეს ეხლა თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს ალსახად ნიშნავს რომ როგორც ჩანს ფიქრობენ მაინც მონაწილეობის მიღებაზე
ასე რომ ნახოთ, დაველოდოთ. დიდი მადლობა ბატონო ედიშერ. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო გამოვიდა პირველი გადაცემა თქვენი წყალობით და იმედი მაქვს კარგი ფეხი გაქვთ, იმიტომ მოგიწვიეთ და ასე გავაგრძელებთ. მადლობას გადაგიხდით და წარმატებას გისურვებთ. შეგახსენებთ რომ ბატონი ედიშერ გვენეტაძე. წარმატებები თქვენ, ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა, ჩვენ ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს და როგორც მოგხსენებათ, ჩემი გადაცემა, კონკრეტულად ეს გადაცემა, ახალი პარადიგმა იქნება ხოლმე სწორედ 4 შაბათობით 7 საათზე. დიდი მადლობა და ნახვამდის.